ზანგეზური სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონია, რომელიც დღეს ძირითადად სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის პროვინციას მოიცავს. ეს მხარე თავისი რთული რელიეფით, მაღალი მთებითა და ღრმა ხეობებით საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. რეგიონის სახელწოდება და ზუსტი საზღვრები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მუდმივად იცვლებოდა. შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია სიუნიქის სახელით იყო ცნობილი და სომხური სამეფოების ერთ-ერთ უმძლავრეს სათავადოს განასახიერებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ზანგეზური სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მწვავე ტერიტორიული დავის საგნად იქცა. საბოლოოდ 1960-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ აღნიშნული რეგიონის სომხეთს გადასცა, რამაც აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორია ნახიჩევანს გეოგრაფიულად მოწყვიტა. საბჭოთა პერიოდში ამ ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა თავისუფალ მიმოსვლას უზრუნველყოფდა, თუმცა 1990-იან წლებში იმპერიის დაშლასა და ყარაბაღის კონფლიქტს ხანგრძლივი სატრანსპორტო ბლოკადა მოჰყვა. ამ ვითარების გამო აზერბაიჯანი ნახიჩევანთან კავშირს ირანის გავლით ამყარებდა, ხოლო სომხეთი მნიშვნელოვან რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს მიმატარჩა. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ რუკაზე ზანგეზურის დერეფანი კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ და სტრატეგიულ წერტილად იქცა. ეს 43 კილომეტრიანი მარშრუტი, რომელიც სომხეთის სიუნიქის პროვინციაზე გადის, რეგიონული დაპირისპირების მთავარ საგანს წარმოადგენს. მიუხედავად არსებული სირთულეებისა 2026 წლისთვის დასავლური მედიაციისა და ახალი ეკონომიკური რეალობის ფონზე, აღნიშნული დერეფანი გლობალური ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებად განიხილება. ზანგეზურის დერეფნის აღდგენის იდეა ბაქოსა და ნახიჩევანს შორის პირდაპირ სარკინიგზო და საავტომობილო კავშირის დამყარებას გულისხმობს, რომელიც შემდგომში თურქეთს დაუკავშირდება. ეს ინიციატივა მხოლოდ ლოკალური პროექტი არ არის, რადგან ის შუა დერეფნის სტრატეგიულ ნაწილს შეადგენს და ჩინეთს რუსეთის გვერდის ავლით ევროპასთან აკავშირებს. ეკონომიკური სარგებელი მანძილის შემცირების, ტვირთბრუნვის, ზრდისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტირების თვალსაზრისით განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ახალი მარშრუტი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო მანძილს საქართველოს გავლით არსებულ გზასთან შედარებით დაახლოებით 340-400 კილომეტრით ამცირებს, რაც საწვავის ხარჯებს და ტრანზიტის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. წინასწარი გათვლებით დერეფნის ამოქმედების საწყის ეტაპზე წლიურად 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება ამოსაოდნელი, რაც რეგიონის სატრანზიტო პოტენციალს საგრძნობად გაზრდის. ეკონომიკური თვალსაზრისით ზანგეზური ბუნებრივი წიაღისეულით, განსაკუთრებით კი სპილენძისა და მოლიბდენის საბადოებით მდიდარი მხარეა. აქ მდებარე ქაჯარანის მსხვილი კომბინატი სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამასთანავე რეგიონი თავისი უძველესი მონასტრებითა და უნიკალური ბუნებრივი ძეგლებით ტურისტულ პოტენციალსაც ინარჩუნებს. სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი 43 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა მისი სტრატეგიული უკუგება გაცილებით მაღალია. ზანგეზური დღესაც რჩება კავკასიის იმ საკვანძო წერტილად, სადაც ერთმანეთს ისტორიული წარსული, რთული გეოპოლიტიკური აწმყო და რეგიონის განვითარების მომავალი პერსპექტივები კვეთს.